დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. რასაკვირველია, ჩვენ დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის სიცოცხლის ფასეულობაზე, რადგან ის გახლავთ ყველაზე დიდი ღირებულება ჩვენ საზოგადოებაში და ნებისმიერ საზოგადოებაში. ამიტომ არის ის მთავარი თემა ჩვენი გადაცემებისთვის და ამიტომ არის ადამიანზე საუბარი ჩვენი კონცეფციის საფუძველი. და თუ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, ჩვენ საუბრობთ სიცოცხლეზე, ჩვენ საუბრობთ ჩვენს ყოველდღიურობაზე და ჩვენს აუცილებლობებზე, რომელთა შორის რასაკვირველია, კვება უმნიშვნელოვანესია. კვების გარეშე არ არსებობს სიცოცხლე. კვების გარეშე არ არსებობს ჩვენი ყოველდღიურობა. და არც დღეგრძელობა და არც ცხოვრების ხარისხი არ არსებობს კვების გარეშე. ამიტომ კვებით შუქნიშანი არის ჩვენი ყოველდღიური თანმდევი და ორიენტირი, რომელსაც ჩვენ ადამიანის საჭიროებებთან მივყავართ და მივყავართ ადამიანის დღეგრძელობასთან და ადამიანის ცხოვრების მაღალ ხარისხთან. ამიტომ არის ეს ჩვენი გადაცემის ყოველდღიური ნაწილი და ამას ემსახურება რუბრიკა, რომელიც პერიოდულად ცალკეული ისტორიებით გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია შევამოწმოთ და გავარკვიოთ იქცა თუ არა ორიენტირად კვებით შუქნიშანი ჩვენი საზოგადოებისათვის ასაკის მიუხედავად, სქესის მიუხედავად, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად და კვების მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად. ლუკა ფანქოლაშვილის მორიგი სიუჟეტი ამ ციკლით. მე 4 წლის ვარ და მე ღლონტი ვარ. მე ვარ თომა ღლონტი და ვარ 11 წლის. მე მოვედი ჩემ ძმასთან ერთად. საჭმელი არც ისე მიყვარს. ზოგჯერ მაძალებენ და ზოგჯერ არ მაძალებენ. გიყვარს ჭამა და რა საჭმელებს ჭამ ხოლმე უფრო ხშირად? ბორში გიყვარს? მე მიყვარს ძირითადად ბადრიჯანის და რამე ბოსნეულის ჭამა. ხორცი დიდად არ მიყვარს. გვაში დავდებთ მწვანეზე. გვაში დავდებ მწვანეზე რომ სასარგებლო. ავოკადოსაც ავიღებ მწვანეზე. ავოკადო დავდებ მწვანეზე, რადგან ის არის სასარგებლო. ოღონდ მე არ მიყვარს. ეს დავდოთ მწვანეზე. ბურგალული იმიტომ დავდებ მწვანეზე რომ სასარგებლოა. კრუასანს დავიღებ ყვითელზე. კრუასანი ყვითელზე დავდე, რადგან არც ძალიან სასარგებლოა და არც ძალიან მავნე არ არის და ძალიან ცოტა უნდა ვჭამოთ. ეს ყველი იმიტომ დავდე ყვითელზე რომ მარტო ერთი უნდა ჭამო. ხორცს წავიღებ მწვანეზე. ხორცი დავდე მწვანეზე, რადგან ის არის სასარგებლო და ოღონდ მე არ მიყვარს. ორი რატო დავდე ყვითელზე? იმიტომ ხანდახან უნდა ვჭამო. პური მიყვარს შოკოლადის კართან ერთად. კვაშს და პორტოხალს წავიღებ მწვანეზე. პორტოხალი დავდე მწვანეზე, რადგან ის არის სასარგებლო და ძალიან მიყვარს. დონატებსაც წავიღებ წითელზე. იმიტომ დავდე წითელზე, რომ არაა სასარგებლო. ქათმის ნაგეთს წავიღებ წითელზე. ქათმის ნაგეთსი დავდე წითელზე, რადგან ის არ არის სასარგებლო, ძალიან სასარგებლო და ცოტა უნდა ვჭამოთ. ფერმი მომღები საჭმელების გადანაწილი. ეს ყველაფერი მომეწონა, რადგან იყო ძალიან გართობა და ცოტა ტვინის დაყოლებაც სჭირდებოდა. რადგან თუ მაგალითად შოკოლადი დავდე მწვანეზე, ანუ არასწორი გამოვიდა. უნდა დავეთანხმოთ თომას, რომელმაც ძალიან კარგად მოუყარა თავი ამ რუბრიკას ერთ წინადადებაში. მართალია, ეს შეიძლება გართობად აღიქმება, ფერების შესაბამისად საკვების გადანაწილება, მაგრამ
ტვინის დაყოლება სჭირდებაო, ასე ბრძანა ბატონმა თამამ და აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ეს მოსაზრება, იმიტომ რომ მართლაც ასეა. ჩვენ გაცნობიერებულად ვაკეთებთ ამ არჩევანს და თუ დააკვირდებით, როგორ აკეთებდა არჩევანს ელენე, ან როგორ აკეთებდა არჩევანს თომა, აუცილებლად ამოვიცნობთ, როგორი გავლენა აქვს უფროსების მიერ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. რა არის სასარგებლო, რა არ არის სასარგებლო. მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ საკვები პროდუქტების მიმართ. მაგალითად, როდესაც ელენე ირჩევს ბულგარულისთვის მწვანე ზონას, ხაზგასმით ბრძანებს, რომ სასარგებლოა და იმიტომ აირჩია. აგრეთვე მწვანე ზონაში მიუჩინა ადგილი თომამ ავოკადოს და მიუხედავად იმისა, რომ გემო საერთოდ არ მოსწონს, ჩათვალა, რომ მწვანე ზონაში უნდა დააბინაოს ეს პროდუქტი, თუნდაც იმიტომ, რომ იგი სასარგებლოა. დამოკიდებულება ბავშვების მოზარდების კიდევ ერთხელ ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას. თუ თქვენ ამ რუბრიკას გაყვებით, აღმოაჩენთ, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვები, მოზარდები სწორედ ამ ნიშნით ალაგებენ პროდუქტებს, რა არის სასარგებლო, რა არ არის სასარგებლო, რა არის მათთვის მისაღები საგემოვნო თვალსაზრისით, რა უყვართ და რა არის გემრიელი. თქვენ მეტყვით, რომ უფროსებიც ასე ვიქცევით, რასაკვირველი ასე ვიქცევით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩარჩო, რომელიც ხშირად არის ხოლმე შექმნილი პატარებისთვის. და აი ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ვეტყვით თომას, შეცდომა არ არის შოკოლადს მიუჩინოთ მწვანე ზონაში ადგილი. დიახ, შავი შოკოლადისთვის ძალიან ბევრჯერ შეიძლება მოვძებნოთ არგუმენტი იმისთვის, რომ ის სწორედ მწვანე ზონაში მოხვდეს და არა ყვითელში ან წითელში. და თუ პროდუქტებზე ვსაუბრობთ, მაგალითად ზომიერება საჭიროა თუ არა, თომას უნდა დავეთანხმოთ, რომ დიახ, ზომიერება საჭიროა, ისევე როგორც გადამუშავებული, დამუშავებული პროცესირებული პროდუქტების მიმართ მეტი სიფრთხილეა საჭირო. მოკლედ, ეს რუბრიკა არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, როგორია საზოგადოების ინფორმირებულობის დონე კვებასთან დაკავშირებით და სად არის სტერეოტიპული შეცდომები, რისი გამოსწორებაა საჭირო და რაზე ღირს დაფიქრება ოჯახურად, ყველა ერთად რომ შევიკრიბებით და შემდეგ ერთმანეთს გაუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს და რამდენიმე წამში ჩვენ იმ საკითხებს შევეხებით, რომელიც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხდება აქტუალური. ჩვენი ყოველდღიური საუბარი ჯანმრთელობას ემსახურება და ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯანმრთელობა ერთი მხრივ არის ინსტრუმენტი ადამიანის თვითრეალიზაციისთვის და არა თვითმიზანი და მეორე მხრივ ეს არის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თუ გავაფართოვებთ წარმოდგენას ჯანმრთელობაზე და ვიტყვით, რომ ეს არაუბრალოდ სამი დასახელებული ფაქტორია, არამედ ამ ფაქტორებთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის ემოციური ჯანმრთელობა, გარემოს მდგომარეობა, ადამიანის სულიერი ჯანმრთელობა, იმის შეგრძნება, ვინ არის ადამიანი, ვინ ვართ ჩვენ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიტყვა კეთილდღეობა, რომელიც ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია, კარგად ყოფნა. კეთილდღეობა სწორედ იმ წახნაგებს გულისხმობს, რაც არის გათვალისწინებული ჯანმრთელობის განმარტებაში. და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანმა იცოცხლოს დიდხანს, ანუ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის დღეგრძელობა და არანაკლებ მნიშვნელოვანი ადამიანის კარგად ყოფნა და კარგად ცხოვრება, ანუ ადამიანის ცხოვრების ხარისხი. ეს არის გრძელი გზა, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს და გააკეთოს არჩევანი ცხოვრების წესის სასარგებლოდ და რატომ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრების წესს? ეს არის არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს დღეგრძელობასაც და ცხოვრების ხარისხსაც და განსაზღვრავს იმასაც, როგორ გავივლით ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს და ამ ეტაპზე როგორ იქნება პრობლემები მათთან ჩვენი ურთიერთობა და რამდენად მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ინფორმირებულობა და მეორე მხრივ გაცნობიერებული არჩევანი იმისა, რომ პრობლემა თავიდან ავიცილოთ, ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე უკვე არსებული პრობლემის მართვა. დღეს ჩვენ ხანდაზმულებში ანემიებზე ვსაუბრობთ და ამ თემაზე საუბარს რამდენიმე წამში ჩვენ სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. ნებისმიერი ასაკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საყურადღებოა.
ნებისმიერი ასაკი გულისხმობს ასაკთან ასოცირებულ საკითხებს. და თქვენ კარგად იცით, რომ წლების მანძილზე ასეთ ჭრილს პრობლემების გაშუქებისა ვუბრუნდებით. მიუხედავად იმისა, რომელ დიაგნოზებს საუბრობთ, ასაკი არის ხშირად გასაღები იმისთვის, რომ ესა თუ ის პრობლემა უფრო კარგად გავიაზროთ და რაც მთავარია, უკეთ შევძლოთ ამ პრობლემის მართვა. დღეს ჩვენ საუბრობთ ასაკობრივ ჭრილში საკითხზე, რომელიც ძალიან ბევრისთვის ცნობილია როგორც სისხლნაკლებობა. ან მოკლედ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე, დავარქვათ, უბრალოდ გამოვიყენოთ ტერმინი სახელად ანემია. ორივე ეს ტერმინი თქვენთვის კარგად ნაცნობია. განსაკუთრებით ნაცნობია ეს ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებლებისთვის, იმიტომ რომ ეს გახლავთ სიცოცხლესთან დაკავშირებული დიაგნოზი, როგორც თავისი მიზეზებით, ასევე თავისი შედეგებით. საკმაოდ ხშირია პრობლემა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ანემიამდე და ძალიან ხშირად არ ვიცით ხოლმე სათანადოდ იმ შედეგების გააზრება, რომელიც ანემიას შეიძლება ახლდეს. მოკლედ, დღეს ჩვენ ანემიაზე ხანდაზმულობის ჭრილში ვსაუბრობთ, ასაკის მატებასთან ერთად არის თუ არა ეს საკითხი აქტუალური და რა არის მისი საფუძველი, თავისებურება, სწორედ ხანდაზმულთა შემთხვევაში, ამაზე ვსაუბრობთ. და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჰემატოლოგი, ქალბატონი ნანა ლოლაშვილი. დილამშვიდობისა, ქალბატონი ნანა. მოგესალმებით. მე ძალიან დიდი ხანია უკვე თანამშრომლობ თქვენთან და თქვენ თანამშრომლობთ ჩვენს გადაცემასთან და განსაკუთრებულია ყოველთვის ის საუბარი, რომელიც ამა თუ იმ ჭრილში სისხლის პრობლემებს უკავშირდება, იმიტომ რომ სისხლი ხშირად არის ზუსტად ის ინფორმატორი, რომელიც ორგანიზმის რეალურ მდგომარეობას გათქვამს ხოლმე და ამ საიდუმლოს გაამხელს. თუმცა სისხლნაკლებობაზე, როდესაც საუბრობთ, მე უნდა მაყურებელს გავახსენო, რომ ამაზე ჩვენ გვისაუბრია ორსულობამდე მდგომარეობაში, ორსულობის დროს, მშობიარობის შემდგომ, ახალგაზრდა ასაკში, სეზონურად ძალიან ბევრი წახნაგი მოუძებნეთ, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენი სადისერტაციო ნაშრომები, მთელი თქვენი საქმიანობა 10 წლეულების მანძილზე უკავშირდება ამ თემას. ხანდაზმულებში ანემია არის თუ არა აქტუალური პრობლემა და რა იმალება ამ დიაგნოზის მიღმა? ანემიები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის სისხლნაკლებობით მიმდინარე დაავადებები. ასაკში რასაკურველია განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას. ვინაიდან ეს არ არის მარტო ჟანგბადის მიწოდება სხვადასხვა ორგანოსადმი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაკურველია ვერც ერთი ორგანო ვერ იმუშავებს ისე, როგორც საჭირო არის, თუ მას ჟანგბადი არ მიეწოდება. მაგრამ გარდა ამისა, კიდევ ძალიან ბევრი დაავადების მიმდინარეობა შეიძლება დაამძიმოს ანემიებმა. ანემიები ეს არის ძალიან დიდი ჯგუფი დაავადებების. ყველაზე მეტი ეს არის ასე ვთქვათ დეფიციტური ანემიები და მთელი ანემიების 80% შეადგენს რკინადეფიციტური ანემია, რომელზეც ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, ვინაიდან ის იკავებს პირველ ადგილს ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა შორის. და რატო არის ეს დაავადება ამდენი? ერთი, რომ ეს არის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებით და მეორე, რომ ის ვითარდება ხშირად ძალიან ნელა და ამის გამო პაციენტები ძალიან გვიან მიმართავენ ექიმს. განსაკუთრებით ეს ეხება ასაკოვან ადამიანებს. ვინაიდან რკინადეფიციტურ ანემიას აქვს ძალიან ზოგადი ჩივილები, საერთო სისუსტე, ადვილად დახლა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანის სიმშრალე, შარდის შეუკავებლობა სიცლის და ხველების დროს. აი ეს ყველაფერი შეიძლება პაციენტმა, მით უმეტეს ასაკოვანმა, დააკავშიროს და უშუალოდ ასაკს. ამბობენ, რომ ეს დაკავშირებულია ასაკთან და მხოლოდ ამის გამო არის სისუსტე. არა და ეს არის ის პრობლემა, რომელიც შეიძლება ძალიან ადვილად გადაწყდეს. მათ შორის პირველ რიგში ძალიან ხშირად კარდიოლოგებს მიმართავენ, ვინაიდან ეწყებათ გულის ფრიალი, ტაქიკარდია და ეს ყველაფერი გამოწვეულია ხშირ შემთხვევაში სწორედ რკინადეფიციტური ანემიით, რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება იყოს ნამკურნალები, უბრალოდ დროულად უნდა მიმართვა ექიმთან და მისი მიზეზი
ეხლა სტრუქტურა თვითონ რკინა-დეფიციტური ანემიების ასაკოვან ადამიანებში მიზეზების თვალსაზრისით ცოტა განსხვავებულია ვიდრე ახალგაზრდებში. და ეს არის ძირითადად კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაზეც ალბათ თქვენც ისაუბრებთ თქვენ ასე ვთქვათ ნაწილში, ვინაიდან ჯერთი პირის ღრუს მდგომარეობა არის უკვე შეცვლილი, რკინას ჩვენ ძირითადად მაინც ხორციდან ვიღებთ, ეს ორვალენტიანი ჰემინორი რკინა არის, რასაც ასაკში უფრო ნაკლებად მიმართავენ ხოლმე, გარდა ამისა ეს არის მალაბსორბციის სინდრომი, როდესაც შეწობა რკინის დარღვეულია. ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით იყოს, ეს არის კუჭის დაბალი სიმჟავე, ხანგრძლივად მიმდინარე რკინა-დეფიციტური ანემიამ თვითონ შეიძლება ატროფია ლორწოვანის გამოიწვიოს და დაბალი სიმჟავე და ამ შემთხვევაში საერთოდ მცენარეული საკვები პრაქტიკულად არ იწვება, ეს ერთია. თავისთავად ამას კიდევ ემატება ის, რომ ხშირ შემთხვევაში საგულე საშუალებებთან ერთად, სხვა პრეპარატებთან ერთად სიმჟავის დასაქვეითებელ პროტონული ტუმბოს ასე პრეპარატები არის საწინააღმდეგო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიონ სიმჟავის დაქვეითება, მაგრამ ისინიც აუცილებელი არიან, იმიტომ რომ ერთხელ მკითხეს რომ აი ხომ როცა საჭირო აუცილებელი არის. ეს არის მაგრამ გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს. ეს არის აგრეთვე კუჭის რეზექცია, წვრილი ნაწლავის რეზექცია, ყველა სახის ასე ვთქვათ კოლიტები, ამასთან დაკავშირებელი საფაღაროთო საშუალებების დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება, იმიტომ რომ ეხლა სულ საუბარია მიკრობიოტას მდგომარეობაზე, იმასაც კი საუბრობენ, რომ ის პირები, რომელსაც მიკრობიოტა წესრიგში აქვთ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი მიზეზია მისი ნორმალური მდგომარეობა და საერთოდ სიცოცხლის ხარისხის ნორმალური შენარჩუნება. ეს არის ბუასილის კვანძებიდან სისხლისძენა, ყველა სახის სისხლისძენები. და ყოველთვის, როდესაც განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებთან ანემიაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა მიექცეს ყურადღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევას, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ამბობენ, რომ არა, მე არ შემიმჩნევია, რომ სისხლს კარგავ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს სწორედ ქრონიკული სისხლისძენებია, შეიძლება მცირე დანაკარგი იყოს კუჭ-ნაწლავიდან და არავითარ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევის გარეშე დანიშნვა რკინის პრეპარატების საერთოდ უნდა ჯერ დადგინდეს მიზეზი დაავადების და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ მკურნალობა. მეორე დაავადება, რომელიც საკმაოდ ხშირად ხდება, ეს არის ვიტამინ B12 დეფიციტი. ხანდაზმულებისათვის ერთ-ერთი ხანდაზმულებისათვის ეხლა სამწუხაროდ ახალგაზრდებშიც ხშირი გახდა და თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ამის შესახებ. ანემია სამწუხაროდ, იმიტომ რომ კვების ასე ვთქვათ არასწორი კვების და დიეტის გამო, მაგრამ ჩვეულებრივად ეს ითვლება ასაკოვანი ადამიანების დაავადებად. წლების წინ, სულ რაღაც 100 წელი, 1940 წელს შეიქმნა პირველად ვიტამინ B12 თვითონ. და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყეს მკურნალობა, ეხლა ძალიან ადვილი სამკურნალოა, თუმცა მანამდე სანამ გაიგებდნენ თუ რითი იყო გამოწვეული ეს დაავადება, ეს პაციენტები ძალიან მძიმე პაციენტებად, ავთვისებიან ანემიად ითვლებოდა. ეხლა აქ უფრო სპეციფიური ჩივილები გვაქვს. იმ თვალსაზრისით სიცივის შეგრძნება აქვთ, ხელებზე, ვინაიდან აქ სისხლის გარდა ნერვული სისტემაც ზიანდება და ხელებზე ზოგჯერ ქვედაკიდურებზეც აქვთ ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, აქვთ შეშუპება ქვედაკიდურების სახით შებიჟვინებული აქვთ ასეთი გამოთქმით აღწერენ ხოლმე, მოყვითალო ელფერი აქვთ მათ, ფეხებს მიათრევენ და აქვთ შეგრძნება თითქოს რბილზე ადგამენ, ფეხს თითქოს მიწა ეცლებათ. აი ეს ჩივილები ძალიან ხშირად შეიძლება გახდეს ეჭვის საფუძველი. გარდა ამისა, მეხსიერების საკითხებიც არის. ზოგჯერ დროში და გარემოში შეიძლება ვერ ერკვეოდეს, იმიტომ რომ ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემებიც გქონდეს და საჭმლის მომნელებელი სისტემა. აი აქაც ესეთი სპეციფიურ ჩივილებზე ვჩერდები, რასაც აქ ბევრი ჩივილები გვაქვს. ეს არის ენის წვერის წვა, მჟავე საკვების მიღების გამო და ამ შემთხვევაში პირველ რიგში სტომატოლოგებს აკითხავენ და სხვა შორის დასაწყისში აი ამ ეტაპზე შეიძლება სისხლში განსაკუთრებული მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დასაწყისი ვიტამინ B12 დეფიციტური ანემიის, შემდეგ პირიქით არის დრილები, გადასწორება ხდება, გალაქულ ენას ვუწოდებთ, როდესაც უკვე გემოს შეგრძნება რა აქვთ ამ პაციენტებს, შეიძლება იყოს ფაღარათი, შეიძლება კუჭის შეკრულობა ჰქონდეს, ყაბზობა ჰქონდეს ამ პაციენტებს, ასე რომ აი ეს აქ უფრო სპეციფიური ჩივილები არის, ნერვული და აქ
აქ მიზეზი არის ორი, ეს არის გარეგანი ფაქტორი, ისევ კვებასთან მივდივართ აქ. საკვებს ახლა ჩვენ ძირითადად B12-ს ვიღებთ ცხოველური ხორციდან ვიღებთ, შედარებით ნაკლებ ზღვის პროდუქტებიდან, კიდევ უფრო ცოტას კვერცხიდან და მცენარეული პროდუქტებიდან საერთოდ სამწუხაროდ ცოტას და როდესაც ასეთი ვეგეტარიანული, ვეგანური განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს თუ ვიტამინ B12-ის დეფიციტის დიაგნოზი დაისვა და ნამკორმალებია პაციენტი მას აუცილებლად პერიოდულად ჭირდება შემდგომშიც ვიტამინ B12-ის კონტროლი და აუცილებლად მისი შევსება. კაბატონ ნანა, ვიდრე გააგრძელებ B9 ვიტამინთან დაკავშირებით, ფოლიუმის მჟავასთან დაკავშირებით, თქვენ განსაკუთრებული ყურადღებით წლების მანძილზე, ბოლო 15 წლის მანძილზე ნამდვილად ჩვენს გადაცემაში, უფრო მეტი 17 წლის მანძილზე, თქვენ სისტემატურად საუბრობდით განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ორსულობის დაგეგმვამდე, ორსულობის ფაზაში და ასე შემდეგ. საუბრობდით სხვადასხვა კონტექსტში, როდესაც ამა თუ იმ ტიპის ანემიაზე საუბრობდით. ხანდაზმულების შემთხვევაშიც აქტუალურია ფოლიუმის მჟავა. ხანდაზმულების შემთხვევაშიც აქტუალურია, ვინაიდან ორსულები ახსენეთ მე რამდენჯერმე მოვისმინე აი ეს სოციალურ ქსელში მე პასუხები რაღაც ესეთი გაურკვეველი იყო და კიდევ ერთხელ მინდა ორსულებთან ორი სიტყვა ვთქვა. ეს არის ეს რომ პირველი ტრიმესტრის განმავლობაში აუცილებლად და მანამდე ერთი თვის განმავლობაში ორსულმა ყველა შემთხვევაში პროფილაქტიკური დოზა უნდა მიიღოს. ეს არის 400 მიკროგრამი, ეს არის ჩვეულებრივი მთელ მსოფლიოში ასე არის მიღებული, რომ იმისათვის რომ ნერვული სისტემა ბავშვს ნორმალურად ჩამოუყალიბდეს. ზოგიერთ ქვეყანაში წყვილს ურჩევენ, არა მარტო დედას, არამედ რაც შეეხება აი ახლა იმას რომ ამ ბოლო პერიოდში საუბარი არის იმაზე რომ ზედმეტი ფოლიუმის დანიშნა არ ვარგა, მაგრამ ეს არის საუბარი მეორე და მესამე ტრიმესტრზე მხოლოდ ორსულობის და ეს არ უნდა გადავიტანოთ პირველ ტრიმესტრზე, იმიტომ რომ ამას არაჩვეულებრივი შედეგი მოყვა. რაც შეეხება მეორე და მესამე ტრიმესტრს, აი იქ უკვე ფოლიუმის მჟავის დანიშნა და იგივე ვიტამინ B12-ის დანიშნა ორსულებში კატეგორიულად არ შეიძლება თუ არ ვიცით რა შეა საქმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომები არის ახლა რომლის თანახმადაც ეს ზრდის თუ ზედმეტ ფოლიუმს მივცეთ მეორე და მესამე ტრიმესტრში, თუმცა შეიძლება ჭირდებოდეს ორსულს, იმიტომ რომ ამ დროს უფრო მეტი არის მოთხოვნილება ფოლიუმზე, თუ ზედმეტს დავნიშნოთ, მატულობს აუტიზმის სპექტრის ბავშვის აუტისტური სპექტრის აშლილობის რისკი. ასე რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გადავიტანოთ პირველ ტრიმესტრსა და იქ სადაც დასაბუთებულია მისი გამოყენება. აუცილებლად მისაღებია ეს პრეპარატი. რაც შეეხება ახლა ხანდაზმულებშიც ძალიან ხშირია ფოლიუმის მჟავის დეფიციტი და სხვა შორის ძალიან ხშირია B12 და ფოლიუმის დეფიციტი. B12 და ფოლიუმი თავისთავადაც ერთდროულად მუშაობს და ჩვეულებრივად ჩვენ გვჭირდება ერთდროულად დანიშნა, როგორც B12-ის, ასევე ფოლიუმის, იმიტომ რომ ერთმანეთს მოიხმარენ. ახლა ფოლიუმის მჟავა, ფოლიუმის დეფიციტი ვითარდება ძალიან ხშირად იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწლავების პათოლოგია გვაქვს. იქ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში და ასე შემდეგ. ასაკოვან ადამიანებში კიდევ ერთი მომენტი არის, ეხლა განსხვავება ერთნაირი კლინიკა ლაბორატორია გარდა ნევროლოგიისა, ფოლიუმს ნევროლოგიური პრობლემები არ აქვს, მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტი არის, ეს ძალიან აუცილებელი არის იმ შემთხვევაში ჰიპერკოაგულაციის შემთხვევაში, როდესაც ჰომოცისტეინის რაოდენობასთან არის ეს დაკავშირებული და აი ამ შემთხვევაში ფოლიუმის მიღება აუცილებელია, მაგრამ ანუ ჭარბი შედედება სისხლის ამის საწინააღმდეგოდ ფოლიუმის მიღება აუცილებელი არის და აუცილებელი არის აი დანიშნვის შემთხვევაში ნათქვამია ასეთი ეს არის ჩვენ გვაქვს ასეთი მონაცემები რომ B12 კიდევ შეიძლება მარტო დაინიშნოს თუ ზუსტად არ ვიცით რომელი არის ჩვეულებრივად ერთად ინიშნება მაგრამ აი ფოლიუმის მარტო დანიშნა კატეგორიულად თუ B12 არ ვიცით იმიტომ რომ ის გააღრმავებს B12-ის დეფიციტს და ძალიან პირიქით ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მოიტანოს ასე რომ ასაკოვან ადამიანებში გამომდინარე ეს კვების თავისებურებიდან კუჭლაძლავის მდგომარეობიდან განსაკუთრებით აუცილებელი არის აი ამ პრეპარატების ასე ვთქვათ გამოყენება და პერიოდულად მიღება ფოლიუმის ნაწილი ძალიან მცირე ჩვეულებრივად ბეჭდგუფი
ჯგუფის ვიტამინები კუჭნაწლავიდან არ გამომუშავდება. ეხლა დადგინდა, რომ ცოტა მსხვილ ნაწლავში B12 გამომუშავდება, მაგრამ ფოლიუმი წვრილ ნაწლავში და თუ ესე იგი პათოლოგია არის, ეხლა ასაკოვან ადამიანებს ძალიან ხშირად ყაბზობა აქვს, იქ საფაღარათო საშუალებებს ღებულობენ, ან და უკვე მიკრობიოტა ისეთი არ არის, ამას კიდე კვებითი პრობლემები ემატება, შეიძლება განვითარდეს ფოლიუმის დეფიციტი. სწორედ ეს არის საყურადღებო, მე თქვენი ნებართვით გავახსენებ მაყურებელს, როდესაც ვიტამინების წარმოქმნაზეა ლაპარაკი ჩვენი ორგანიზმის შიგნით, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მაგალითად პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება D-ვიტამინი. კი არ გვაქვს მზად, არამედ წარმოიქმნება. რომ A-ვიტამინის წინამორბედი ნივთიერებების შესაბამის სხიმთანეთად ჩვენ ორგანიზმში რომ მოხვდება, აშენდება A-ვიტამინი და ნაწლავს შეუძლია ზოგიერთი ვიტამინი შემოგვაშველოს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ნაწლავი არის იდეალურად ჯანმრთელი მოწესრიგებული და დიახ, ამიტომ არის საყურადღებო თქვენი ნათქვამი. ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ასაკში უკვე ბევრი პრობლემები გროვდება. იგივე მაგალითად მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში მკურნალობის ფონზე შეიძლება ვიტამინ B12-ის დეფიციტი ძალიან ხშირად განვითარდეს ხოლმე. ასე რომ აი ძალიან იგივე მაგალითად რკინის დეფიციტმა შეიძლება იოდის შეწოვა ესე იგი ძალიან დაამძიმოს. რკინის დეფიციტმა დავუშვათ ღვიძლის პათოლოგიებზე, იმიტომ რომ დეზინტოქსიკაციური ფუნქცია ღვიძლის შეუსრულებელია რკინის გარეშე. ამიტომ რკინის დეფიციტის შემთხვევაში ღვიძლი ფაქტიურად ძალიან ხშირ შემთხვევაში პირველი ფაზა მისი დეზინტოქსიკაციის ითიშება. აქედან გამომდინარე, ეხლა ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით ხოლმე, რომ ცოტა დაბალი არის ჰემოგლობინი, რა უჭირს იყოს ცოტა დაბალი ჰემოგლობინი, სისხლში პატარა რაღაც ცვლილებებია, მე რა მოხდა ჯერტი, ეს ცვლილებები იქ არ დარჩება, მე თანდათანობით ეს ანემია გაღრმავდება თავისთავად და ამიტომ ელემენტარულად კიდევ ერთხელ, რასაც მე ყოველთვის საუბრობ, ყოველთვის ვამბობ, რომ სისხლის საერთო ანალიზს რომ მივაქციოთ ყურადღება, ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება გადავჭრათ. ეს არის დამხმარე ჩვენთვის დიაგნოზის დასმაში. ძალიან გვეხმარება, მე ხო აღარ ვლაპარაკობ ლეიკემოიდურ რეაქციებზე, რომელიც 50%-ს დიაგნოზისას გვაძლევს, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა უჯრედები, იგივე თეთრი უჯრედები რეაქციას იძლევა სხვადასხვა დაავადებებზე, ასე რომ თქვენ ახსენეთ დიაგნოზი და თქვენ ბრძანეთ რუტინული კვლევა სისხლის საერთო ანალიზი, რომელზედაც მე არ მახსოვს თქვენი სტუმრობა, როცა არ გაამახვილეთ ყურადღება. მარტივი, ყველასათვის კარგად ნაცნობი ტესტი და ძალიან ინფორმაციული, იმიტომ რომ მე მიყვარს ხოლმე ვთქვა, რომ სისხლი არის ჭორიკანა სისტემა, თავისი ფეხით მიდის ყველა ორგანოსთან და ყველა ქსოვილთან და შემდეგ კრებს ამ ინფორმაციას და მისი ერთი წუთიც კი საკმარისია, რომ მე გათქვას მათი საიდუმლო, მაგრამ დიაგნოზთან დაკავშირებით თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ უკვე საუბარში, რომ თუ ვიპოვეთ პრობლემა, მისი მოგვარება ხანდაზმულების შემთხვევაში ადვილი იქნება. როგორ პოულობთ ამას? გარდა იმისა, რომ თქვენ ხაზი გავუსვით რამდენიმე ნიშანს, გნებავთ სისუსტეს, გნებავთ დაღლილობის განცდას, გადაადგილების სირთულეს, სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია. B12 შემთხვევაში თქვა დაბუჟების ჭიანჭველის ცოცვის შეგრძნება, სიცივის შეგრძნება. შეიძლება ადამიანმა ეს სხვადასხვა ფაქტორს დააბრალოს და არ მიაქციოს ყურადღება. დიაგნოსტიკა რთულია ამ შემთხვევაში. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ ესეთი ტიპიური, იგივე რკინა დეფიციტურს განსაკუთრებით ტიპიური ესეთი ჩივილები არ აქვს. ამიტომ სისხლის საერთო ანალიზის შემდეგ აუცილებლად საჭირო არის, აი როგორც B12-ის ფოლიუმის ასაკოვან ადამიანთან დაკავშირებით ყველაზე ადვილი, ასე ვთქვათ, სამკურნალო და ეს ხო არ არის უბრალოდ ჰემოგლობინი დაბალი. იმუნიტეტი ქვეითდება, გულს უჭირს მუშაობა, სტენოკარდიის სურათიც კი შეიძლება იყოს როგორც B12 დეფიციტური ანემიის, ისე რკინა დეფიციტური ანემიის შემთხვევაში. ასე რომ აუცილებელია საერთო ანალიზის გაკეთება. ჩვენ გვაქვს რასაკვირველია ლატენტური დეფიციტიც, როდესაც საერთო ანალიზი ნორმალურია და აქ სიმპტომატიკით გვატყუებს ორგანიზმი ფაქტობრივად. სიმპტომატიკით მივდივართ, მე მაინც გაამხელს თავის საიდუმლოებას, მაგრამ ჩვეულებრივად, როდესაც ანემია არის, პირველი ყველაზე ადვილი ჩასატარებელი კვლევები არც ისე რთული არის, ეს არის საერთო ანალიზის შემდეგ შრატის, რკინის, ფერიტინის გაკეთება, ტრანსფერინი თუ არის საშუალება, ვიტამინი B12-ის და ფოლიუმის
ასაკოვან ადამიანებთან, იმიტომ რომ ეს ძალიან ხშირად არ არის მხოლოდ ერთი დეფიციტი. რკინა დეფიციტურ ანემიასთან ერთად შეიძლება B12-ის და ფოლიუმის დეფიციტიც იყოს. იგივე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიის დროს შეიძლება სამივე ეს პათოლოგია იყოს, დეფიციტი იყოს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოღონდ ყურადღება უნდა მიექცეს. მანამ სანამ ჩვენ ასაკოვან ადამიანებს გენეტიკურ დონეზე, მოლეკულურ დონეზე, ასე ვთქვათ, მივხედავთ ძალიან ბევრი შრომები, იმიტომ რომ ასაკოვანი ადამიანების რიცხვმა ძალიან მოიმატა და ეს არ არის მხოლოდ ასაკი, ბიოლოგიური ასაკი კიდევ სხვა არის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის ხარისხს, როგორ იცოცხლებს ადამიანი იმ ასაკში, როდესაც ხანდაზმული ადამიანი ხო და აი აქ ძალიან ბევრი შრომები მიდის იგივე გენეტიკურ მოლეკულურ დონეზე, მაგრამ ის რაც ჩვენ შეგვიძლია, რაც ძალიან ადვილია და რაც შეგვიწყობს ხელს სხვა დაავადებების მკურნალობაში, იგივე გულის პათოლოგიების მკურნალობაში. წარმოიდგინეთ, რომ გულის პათოლოგიის დროს კიდე ჟანგბადი არ მიეწოდებოდეს თუ ეხლა ამის გამოსწორება მაინც ადვილი არის, ხო? იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებს იწვევს, ნევროლოგია. ეს ავადმყოფები ადვილად აღზნებადები არიან, ძილიანობა აქვთ, უძილობა აქვთ, წონასწორობას კარგავენ, შეიძლება ტრაუმული დაზიანება დავარდლისა დაცემის რისკი. და გაცილებით უფრო უარესი. მაშინ, როდესაც აქვს, ეს არის ელემენტარულად ძალიან ადვილად სამკურნალო დაავადებებია და არ არის ესე ხელწამოსაკრავი ცოტა დაბალი ჰემოგლობინი და ცოტა დაბალი ერითროციტები, იმიტომ რომ ისინი ყველა სისტემაზე გავლენას ახდენენ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა დღევანდელი სტუმრობისთვის. თქვენი რეკომენდაციები ყოველთვის ძალიან პრაქტიკული და მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელმა დღეს კარგად დაიმახსოვრა, რომ ხანდაზმულთა ანემია შეიძლება თავის სტრუქტურით განსხვავებული იყოს, მაგრამ შედეგები შეიძლება იყოს არა მარტო სისხლის ანალიზთან და მონაცემებთან დაკავშირებული, არამედ ტრავმებთან, გულსისხლთა სისტემის პათოლოგიასთან, ნერვული სისტემის პათოლოგიასთან დაკავშირებული. თუმცა თქვენ გამოყავით კიდევ ერთხელ ვიდრე დავამშვიდობებით მაყურებელს, რა კვლევა არის ის, რომელიც გაამხელს საიდუმლოს სისხლის საერთო ანალიზთან ერთად? სისხლის საერთო ანალიზი, შრატის რკინა, ფერიტინი, ტრანსფერინი, ვიტამინ B12 და B9, ანუ ფოლიუმი. აი ეს ანალიზები არის სრულიად ხელმისაწვდომი, მით უმეტეს ასაკოვან ადამიანებს უკვე აქვთ ამის საშუალება, რომ სისხლის საერთო ანალიზი აქ დაფინანსებასთან დაკავშირებით ამასაც მნიშვნელობა აქვს რასაკვირველია და აი აქედან მერე თუ საშუალება იქნება დანარჩენი გამოკვლევების ჩატარება. იმისათვის რომ აღმოვაჩინოთ პრობლემა და დავარქოთ მას სახელი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. დიდი მადლობა პირიქით, რომ გვეხმარებით ამ პრობლემების, ასე ვთქვათ, მიტანაში საზოგადოებამდე, რა თქმა უნდა, ეს არის საერთო ამოცანა. იმიტომ რომ პროფილაქტიკა ამ დაავადებების და მკურნალობა დროული გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე მათი გართულებების მკურნალობა. დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. მე მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ნანა ლუვაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. სისხლის ნაკლებობა ყოველთვის ძალიან საყურადღებო მდგომარეობაა, რადგან ჩვენ შევთანხმდით, რომ სისხლი არის ერთადერთი შემაერთებელი ქსოვილი ჩვენს ორგანიზმში თხევად მდგომარეობაში, რომელიც მოძრაობს და თავისი ფეხით მიდის ყველა სისტემასთან, ყველა ქსოვილთან, ყველა უჯრედთან. მიდის იმისთვის, რომ მიიტანოს ჟანგბადი, საკვები ნივთიერებები და გადამუშავების პროდუქტებისგან გაათავისუფლოს ეს ქსოვილები. ამავე დროს მოაქვს ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა სისტემის მუშაობას და შემდეგ მისი ერთი წვეთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმი საიდუმლო გათქვას. ეს არის ფრაზები, რომელიც თქვენ წლების მანძილზე გესმით ჩემგან, თუნდაც იმიტომ, რომ მეც მაქვს მჭიდრო კავშირი ამ დარგთან, ჰემატოლოგიის სრული ციკლი, როდესაც გავიარე წლების მანძილზე ანემიების განყოფილებაში მომიწია როგორც ექიმს მუშაობა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა და შეხსენება, რომ ძალიან ჭიდროდ არის დაკავშირებული კვება, ცხოვრების წესი, ანემიის რისკი და განსაკუთრებით ასაკობრივ ჭრილში ეს პრობლემები.
დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე ხშირად ასოცირდება ჩვენი ცხოვრების წესთან. მაგალითად, კვება, ძილი, ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა და ასე შემდეგ. ყველა მათგანი შეიძლება შეიცვალოს სისხლნაკლებობის დროს. კიდევ უფრო საყურადღებოა ჩვენი ცოდნა, როდესაც გვახსოვს, რომ რძილის დარღვევაც, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვაც, კვების ხარვეზიც და მრავალი სხვა თუნდაც სტრესის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება იყოს შეცვლილი ორგანიზმის სისხლნაკლებობის გამო. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ფიზიკური აქტივობა გააძლიეროს, იმიტომ რომ სისუსტე აქვს, იმიტომ რომ ძალა მოიკრიბოს. არადა სწორედ ეს სისუსტე, ძალის არქონა, უსიამოვნო შეგრძნებები, რომელიც დაბუჟებას, სიცივის აღქმას უკავშირდება, თითქოს უბიძგებს, რომ არა, ახლა უნდა ვივარჯიშო, გავაქტიურდე და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, იგივე შეგრძნებები ადამიანს უზღუდავს ფიზიკურ აქტივობას. გასათვალისწინებელია მაგალითად სტიმულებისათვის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება და აღწერილია სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც ასაკში ადამიანები სწორედ სისუსტის დასაძლევად რატომღაც ალკოჰოლურ სასმელს იყენებენ. იყენებენ თქვენ წარმოიდგინეთ ტკბილ ენერგეტიკულ სასმელებს, ტკბილ მასტიმულირებელ, ენერგიის მომცემ საშუალებებს, თითქოს ერთი შეხედვით პრობლემის გადასაჭრელად. გასათვალისწინებელია შეცვლილი გემოთი მიღებული საკვები, რომელიც მაგალითად რკინის ნაკლებობის შემთხვევაში საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და შეცვლილი გემო, ეს არის შეცვლილი დამოკიდებულება საკვები პროდუქტების მიმართ, მათ შორის სიმძაფრე საკვების მომზადებისას უხვად შეკაზმული საკვების მიმართ დამოკიდებულება, ან პირიქით გემოს მუდმივი ძიება, ან შეცვლილი გემოს გამო საკვებზე უარის თქმა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობები ხანდაზმულების შემთხვევაში. არადა ყველა ამ მდგომარეობის უკან და ყველა ამ სიტუაციის მიღმა ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ სისხლნაკლებობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარმა ძალიან მარტივად, გასაგებად და დეტალურად ისაუბრა ამ პრობლემის ნიშნებზე, აღმოჩენის შესაძლებლობებზე, მართვის ძალიან ეფექტიან საშუალებებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და გაგახსენებთ, რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ უკვე დადასტურებულ ნაკლებობაზე, დეფიციტზე, ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტის და საკვების ერთად გათვალისწინება, ექიმის რეკომენდაციით. ხოლო პროფილაქტიკურად იმისთვის, რომ ეს პრობლემები ავიცილოთ თავიდან, გარწმუნებთ ჩვენ საკვებს არ ვიყენებთ ხოლმე საკმარისად ეფექტიანად, არადა შეგვიძლია ამის გაკეთება, თუნდაც იმ ცოდნის საფუძველზე, რომ გავიხსენოთ რკინა არის როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში. კიდევ უფრო საგულისხმოა ცხოველური პროდუქტების როლი და განსაკუთრებით წითელი ხორცის როლი. მიუხედავად იმისა, რომ ისპანახშიც არის რკინა, გამომშრალ ლობიოშიც არის რკინა, რკინა არის ატამშიც, ქლიავშიც, გარგარშიც და ასე შემდეგ, მისი მაქსიმალური შეთვისება სწორედ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ხდება. ბიოქიმიურ გარდაქმნებზე მე არ მოგიყვებით, ქალბატონმა ნანამ დღეს ამის შესახებ ძალიან კარგად ისაუბრა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ დროს გავითვალისწინოთ, საკმარისია მხოლოდ რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება. აღმოჩნდა, რომ არა. იმისთვის, რომ რკინა შევითვისოთ და რკინამ თავისი საქმე გააკეთოს, ჩვენ გვჭირდება C ვიტამინი. ეს მას ნიშნავს, რომ C ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან რკინის შემცველი პროდუქტების დაწყვილება მოგცემს საუკეთესო შედეგს. ისევე როგორც B-ჯგუფის ვიტამინების გათვალისწინება საკვებ პროდუქტებში, განსაკუთრებით B12-ის, რომლის ნაკლებობა ხანდაზმულებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და რომლის თავიდან აცილება საკვები პროდუქტების სწორი გამოყენებით შესაძლებელია და აგრეთვე B9 ვიტამინი, ეს არის ფოლიუმის მჟავა, რომელიც ცხადია, უხვად არის ცხოველური წარმოშობის და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში და მისი შეხამება რკინის შემცველ პროდუქტებთან არ გაგვიძნელდება, არც B12-ის შემცველ პროდუქტებთან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ერთსა და იმავე პროდუქტშია თავმოყრილი სამივე ჩემს მიერ დასახელებული კომპონენტი. კიდევ უფრო საყურადღებო გახლავთ აი ეს უცნაური ჩამონათვალი. რატომ აღმოჩნდა ჩვენთან ბანერზე ერთად ყავა, შვრია, გამომშრალი ლობიო, რძე,
და ჩაი. იმიტომ რომ თითოეულ მათგანს აქვს უნარი დაგვაკარგინოს რკინა. შეიძლება საკვებ პროდუქტს ვარჩევთ სწორად, საკვებ პროდუქტში არის საკმარისი და საკმაოდ დიდი რაოდენობითაც კი რკინა, თუმცა მისი შეთვისება ორგანიზმში ადეკვატურად არ ხდება. რატომ? იმიტომ რომ ჩემი მიერ დასახელებულ პროდუქტებში, რომელიც ახლა ბანერზე ძალიან კარგად ჩანს, არის ფიტინის მჟავა. და თქვენ კარგად გახსოვთ ჩემი წიგნიდან თავი, რომელსაც ასე ქვია ანტინუტრიენტები, ანუ საკვები ნივთიერებები, საწინააღმდეგო ნივთიერებები, ანუ მარტივად თუ ვიტყვით ნივთიერებები, რომელიც საკვები ნივთიერებების შეთვისებას აფერხებს. აღმოჩნდა, რომ ფიტინის მჟავას შეუძლია რკინის შეთვისება შეაფერხოს, ისევე როგორც სხვათა შორის კალციუმის შეთვისება. აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. როგორი წესით იქნება ეს პროდუქტები მომზადებული და როგორი იქნება ინტერვალი რკინის შემცველ პროდუქტებთან. დიახ, თუ ჩვენ ჩაის ან ყავას მაშინვე დავაყოლებთ კერძს, რომელიც მივირთვით და რომელიც რკინით შეგვავსებთ და ცხადია დანაკარგი იქნება დიდი. მაგრამ თუ ჩვენ დავიცავთ ინტერვალს, მაშინ ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი მოასწრებს შეთვისებას. ისევე როგორც ინტერვალი უნდა დავიცავთ რძის შემცველი პროდუქტებისა და რკინის შემცველი პროდუქტების გამოყენებათა შორის. დიახ, ხორცს თუ მყველს ვაყოლებთ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ სულ ცოტა 15 წელია. ეს არ არის კარგი არჩევანი, იმიტომ რომ ეს არის კონკურენტული პროდუქტები და ასეთ შემთხვევაში ორგანიზმმა შეიძლება რკინა ვერ შეითვისოს ან ერთდროულად ვერ შეითვისოს რკინა და კალციუმის სათანადო რაოდენობით. არა და 2 საათიანი ინტერვალი და ცოტა მეტი მათ შორის მოგცემს საშუალებას, რომ კალციუმით შევითვისოთ და რკინაც შევითვისოთ. კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო კომბინაცია პროდუქტებისა, რომელიც რატომღაც სწორედ დღეს გაჩნდა ჩვენს გადაცემაში. ეს გახლავთ ლიმონი, ეს გახლავთ ძმარი, თქვათ ტომატის соуსი და საკუთრივ პომიდორი. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ პროდუქტების დამსახურებით, მაგალითად რკინის შემცველ პროდუქტებს, მაგალითად ხორცს შეიძლება შევუქმნათ ისეთი გარემო, შევამჟავოთ, რომელიც რკინის შეთვისებაში დაგვეხმარება. დიახ, კუჭის მჟავობაც გვეხმარება რკინის შეთვისებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია B12 შესათვისებლად ამ ფაქტორის გათვალისწინება და რკინის შეთვისებაზე მჟავე გარემოს გავლენა. ეს არის საკვებითაც ძალიან ადვილად მოსახერხებელი, თუ სწორად დავგეგმავთ მაგალითად ამ პროდუქტების გამოყენებას ხორცთან ერთად. კიდევ უფრო საგულისხმო არის რეკომენდაციები, რომელიც მე ეჭვი მაქვს, რომ ბევრმა თქვენგანმა შეიძლება სოციალური ქსელით წაიკითხა, მოისმინა, სავარაუდოდ გაიზიარა კიდეც. და გარწმუნებთ, ეს არის ნაკადი ინფორმაციისა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვრცელდება და გარწმუნებთ, ახლა რასაც მე ვიტყვი, ასეთი რეკომენდაციით შეიძლება ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოვიდნენ ექიმები უახლოეს ხანებში. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის საუბარი იმაზე, როგორი ფორმით ჯობს მივიღოთ რკინის შემცველი პროდუქტები და როგორ გავაძლიეროთ მათი მიღება და მე რამდენიმე ფაქტორი უკვე დაგისახელეთ, სიამოვნებით გეტყვით, რომ თერმულად დამუშავებული ხორცი რასაკვირველია უკეთ შეთვისების საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებით როდესაც მოხარშულია და არის წვნიან თხევად გარემოში. აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო ადვილი შეიძლება იყოს რკინის შეთვისება, მაგალითად ბოსტნეულის წვნიანშიც, როდესაც არის ხორცი, მაგრამ რატომ გაჩნდა ჩვენს ბანერზე ჭურჭელი, კონკრეტული ჭურჭელი, რომელსაც ძალიან ბევრი თქვენგანი თუჯის ჭურჭლის სახელით იცნობს. დიახ, ჩვენ აწლეულების მანძილზე ვიყენებდით ამ პროდუქტს და ძალიან ბევრ ოჯახში დღემდე არის ეს პროდუქტი. რასაკვირველია, დღევანდელი ჩვენი საუბარი არ ეძღვნება მოწოდებას, რომ თუჯის ჭურჭელი უნდა გადავყაროთ. არა. ეს ეხება იმ რეკომენდაციებს, რომელიც სამწუხაროდ სოციალური ქსელებით ვრცელდება სხვადასხვა ქვეყანაში და რომელიც მოუწოდებს ადამიანებს რკინით შესავსებად, რკინის დეფიციტის შესავსებად გამოიყენონ ინტენსიურად თუჯის ჭურჭელი. რა თქმა უნდა, ამაში არის გარკვეული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია უკავშირდება საკუთრივ თუჯის შემადგენლობას. თუჯი არის რკინის შენადნობი სხვადასხვა ნივთიერებასთან, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ნახშირბადთან. რასაკვირველია, თერმული დამუშავების პროცესში, განსაკუთრებით, როდესაც მექანიკურად მოუფხეთ, მოვურებთ და ასე შემდეგ, რკინა გადადის საკვებ პროდუქტებში. არის ეს რკინის ნაკლებობის პროფილაქტიკის საშუალება. სამეცნიერო მტკიცებულება გვეუბნება, რომ ეს არ არის დასაბუთებულად რეკომენდებული საკითხი და არ არის სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მაგალითად დავიწყოთ რკინის
დაფინანსება ამ ფორმით. პირველი, იმიტომ რომ თუ ჯის ზედაპირი შეიძლება იყოს განსხვავებული და შეიძლება გაჩნდეს მიკროჟანგი, რომელიც საკმაოდ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ორგანიზმისათვის, მაგრამ კიდევ უფრო საყურადღებო და ყველაზე საყურადღებო ამ რეკომენდაციაში არის ის, რომ ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რკინის მოხმარებას და პირიქით შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზმის დატვირთვა არასასურველი მინერალებით და არასასურველი შემადგენლობით, რაც იმას ნიშნავს, რომ არასდროს ინფორმაცია არასანდო წყაროდან არ გავიზიაროთ და ინფორმაცია, რომელიც არ არის ცალსახად დასაბუთებული და რომლის შესახებაც არ არის აკადემიური მტკიცებულებები, არ გამოვიყენოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის. ხოლო რაც შეეხება თეფშზე მოქცეულ რეკომენდაციებს, დიახ, ეს არის დაბალანსებული კვების ფარგლებში რკინის შეთვისების მაღალი შესაძლებლობა, ისევე როგორც იმის გაზიარება, რომ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა, ნაწლავის მდგომარეობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში ქრონიკული პრობლემები, რომელიც კუჭს უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის კუჭის მჟავობა დაქვეითებული რაღაც მიზეზის გამო, მათ შორის იმ მედიკამენტებით, რომელთა გამოყენება აუცილებელია და რომელთა დამსახურებით ჩვენ კიდევ უფრო ვამცირებთ იმის შესაძლებლობას, რომ რკინა იყოს შეთვისებული. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ კვებისა და მედიკამენტების შეხამებას, სწორედ ისე, როგორც დღეს ქალბატონმა ნანა ლოლაშვილმა ისაუბრა ჩვენს გადაცემაში. მე კი ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.